გამარჯობა, ბოლოს თქვა ბრუნდება. მოგესალმებით, მე რატი ვარ მუჯირი, ჩვენთან ერთად არის სტუდიაში გიორგი ცხვიტავა, ასევე ბექა პატურაშვილი დღეს ონლაინ იქნება, თამარ ნუცუბიძე ბრუსელიდან ტრადიციულად და მიხეილ ხეცოიძე ისრაელიდან. მადლობა ყველას, ვინც წინა ეპიზოდს და არა მხოლოდ წინა ეპიზოდს გამოეხმაურა. მადლობა მიშას, რომ კიდევ ერთხელ არის ჩვენთან. დღევანდელი თემები ისევ გეოპოლიტიკა იქნება საუბარი ისრაელზე, ასევე მიუნხენის კონფერენციას გამოვეხმაურებით და საქართველოში თუ საქართველოს გარშემო მიმდინარე თემებს, მათ შორის რკინიგზის გახსნას რუსეთსა და მოკლედ აფხაზეთის გავლით, ასე რომ ვთქვათ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც არხს ტრადიციულად უყურებს, გამომწერია, ლაიქებს ვიდეოებს, აქტიურობს კომენტარებში, თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ. ასევე შესაძლოა ვიყურებდეთ კავკასიაზე და სპეციალურად თქვენთვის არის QR კოდი ეკრანზე და ასკანერეთ, გადმოდით YouTube-ზე, გამოვყავით YouTube-ზეც. ეს მოკლედ მისალმების ნაწილი. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ხაზზე ვართ და დავიწყოთ პირდაპირ ირანის თემით, მე მგონი, იმიტომ რომ ახლა როცა ჩვენ ეპიზოდს წერთ, სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯერალდ ფორდი უკვე ყურეშია, მიუახლოვდა შესაბამის სანაპიროებს და მიხეილ, შენ რომ განავრცო ეს თემა, რა მოლოდინები გვაქვს, შენთან რამე ახალი განცხადებები ხო არ კეთდება, რა შეიცვალა ბოლო ერთ კვირაში? მოგესალმებით ყველას, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველი ბოლო ინფორმაცია, რაც ეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, ეს არის ჯერალდ ფორდის მაროკოსთან შემოსვლა რამდენიმე საათის წინ, ახლა უახლოეს მომავალში ჩვენ ველოდებით, აი ამ დამატებით ძალის მობილიზებას ახლო აღმოსავლეთში, ამერიკული ძალის მობილიზებას ახლო აღმოსავლეთში, ყოველ შემთხვევაში ისრაელში დღეს თითქმის ყველა სამხედრო ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ ჯერალდ ფორდის ახლო აღმოსავლეთში შემოსვლა ერთგვარად იქნება წინამოსამზადებელი პერიოდი უკვე იმისთვის, რომ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში. ეს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მოსაზრებებია. სხვა ახალი ამბებს, რაც შეეხება დღეს უკვე ისრაელში საუბრობენ იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები, ყოველ შემთხვევაში ყველა ოპოზიციური ფლანგი ნეთანიაჰუს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ გააგრძელებს მოლაპარაკებებისთვის, ისრაელისთვის ეს უწამზომი უკვე ჩართულია, მოსალოდნელი საფრთხე ირანიდან უკვე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ამბობენ და რაზეა საუბარი, სავარაუდოდ უფრო მეტი იცის მოსადმა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ პირველ ეტაპზე ისრაელში ელოდებიან, რომ ამერიკისგან მწვანე შუქის ანთებას, ყოველ შემთხვევაში ნეთანიაჰუ ისრაელში დაბრუნების შემდეგ აცხადებს, რომ ჩვენ ვენდობით ჩვენს მეგობართა რამს და ამერიკას, მათ აქვთ იმედი, რომ ირანი მოლაპარაკებებზე წამოვა, თუ ირანი მოლაპარაკებებზე არ წამოვა, მაშინ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებაში ისრაელს ხელს უკვე აღარ შეუშლის ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ახლა ყველა დღეს უკვე საუბრობს იმაზე, რომ ეს სავარაუდოდ მოხდება მაშინ, როდესაც აი უკვე ჯერალდ ფორდი შემოვა ახლო აღმოსავლეთში და პრინციპში ის უკვე ძალიან მალე შემოვა. შენ თქვი, რომ მეტი ინფორმაცია ალბათ მოსაც ექნება, თუმცა ზოგადად რაზე შეგვიძლია ვიმშილოთ ეს, ანუ შეიძლება იყოს ბალისტიკური რაკეტების კრიტიკული რაოდენობა თუ რაიმე სხვა ტიპის ინფორმაციები შეიძლება არსებობდეს, იგივე თუნდაც აი ამ პროქსი ჯგუფების აქტივობასთან დაკავშირებით, ანუ რამე სხვა ექსპერტული მოსაზრებები ხომ არ გამოიქმნება ამასთან დაკავშირებით? კი, რა თქმა უნდა, ჯერ პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ წინა კვირას ნეთანიაჰუს მოულოდნელი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომდინარე დაიწყო იქიდან, რომ ისრაელს ჰქონდა უკვე ბოლო ინფორმაცია იმ ბალისტიკური რაკეტების წარმოებასთან და რაოდენობასთან დაკავშირებით, რომ ეს უკვე საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა, თუმცა რაც შეეხება ამ მოლაპარაკებებს, რომელიც უკვე 4 თებერვლიდან დაიწყო, უშინაც იყო მოლაპარაკებების ფაქტობრივად ვერაფერზე ვერ შეთანხმდა ვერცერთი მხარე, ჩვენ ყოველ შემთხვევაში მედიაში ავრცელდება, ვერ ვიგებთ ვერანაირ შეთანხმების დეტალებს, რაზე შეთანხმდნენ, ან რაზე ვერ შეთანხმდნენ, ჩვენ ვიცით რომ მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება, მაგრამ რაც შეეხება რეგიონში ირანულ პროქს ძალებს, მას შემდეგ რაც გუშინ აბას არაღჩიმ გააკეთა განაცხადი, რომ ისინი მოლაპარაკებებს ახალ რაუნდს დანიშნავენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამ დროს ირანში აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ რამდენი ტანკერით არ უნდა შემოვიდეს ახლო აღმოსავლეთში, ირანს აქვს ისეთი დონის და იმ რაოდენობის რაკეტები, რომ ყველა ტანკერს
ზღვის ფსკერზე ჩაუშვებს. ამ დროს იყო ზუსტად ძალიან მალევე მოხდა განცხადება ჰამასის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი უარს ამბობენ განიარაღების პროცესზე. ამ პროცესზე ფაქტობრივად შეთანხმებულები იყვნენ და ისრაელს ჰქონდა უკვე მოლოდინი, რომ ჰამასი დაიწყებდა განიარაღების პროცესს. ამას წინ უძღოდა ის, რომ ჰამასის რამდენიმე ლიდერმა მოითხოვა სამშვიდობო გასვლის შესაძლებლობა, რომ მათ დაეტოვებინათ ღაზა სექტორი, თუმცა ეს მოლაპარაკებები, რომ მოლაპარაკებებისთვის გრძელდება და ირანიდან კვლავ ისმის აიათოლა ალი ხამენეის მუქარა, ამან მეტწილად ახალისა პროქსი ძალები ახლო აღმოსავლეთში. თავის მხრივ ჰამასი აცხადებს, რომ ისინი განიარაღებაზე უარს აცხადებენ. უკვე გუშინ საღამოთი ისრაელის მთავრობის პრესმდივანმა ფუქსმა განაცხადა, რომ ისრაელი ახლა 60 დღიან ვადას აძლევს ჰამას იმისთვის, რომ სრულად მოხდეს მათი განიარაღება და ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჯერ კიდევ ჰამას მინიმუმ 60,000 ავტომატური იარაღი და რამდენიმე 1000 საბრძოლო რაკეტა აქვს მიწისქვეშეთში. ყოველ შემთხვევაში ეს მოლაპარაკებებისთვის მეტად ახალი პროქსი ძალებს ახლო აღმოსავლეთში. ჰამასმა უკვე თავი წამოყო და ამბობს, რომ განიარაღება აღარ სურს, თავის ულტიმატუმს აყენებს. თავის მხრივ დღეს გვესმოდა მედიაში ისრაელში, რომ ცალმა რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელა და მხოლოდ ამ თვეში 18 დღეში 20-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა ჰესბოლასი. ყოველ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში პროქსი ძალების გააქტიურება იგრძნობა იმ ფონზე, როდესაც ამერიკა და ირანი ჯერ კიდევ მოლაპარაკებისთვის მართავენ. მე მაინტერესებს მიშა თვითონ მოსახლეობაში როგორი განწყობა არის, ანუ ისრაელს გულისხმობ თავისთავად ცხადია, ეს მოლოდინი საკმაოდ ზაფრავს ყველას, არანორმალური წნეხია თავისთავად ცხადია, თან ერთგვარად ფსიქოლოგიური, თან მით უმეტეს ამ პროქსი ძალების გააქტიურება, მით უმეტეს ამდენი ესეთი ძალის კონცენტრაცია ამ რეგიონში, თითქოს სადღაც უნდა მოხდეს კვანძის გახსნა, მაგრამ მაინტერესებს უსაფრთხოებაზე, მოქალაქის უსაფრთხოებაზე როგორი ზრუნვა მიმდინარეობს ახლა. შიდა სარძალობის წარმომადგენლება ისრაელში, რომლებიც მეტწილად პასუხისმგებლები არიან ასეთ ვითარებაში მოსახლეობის ინფორმირებაზე და უსაფრთხოებაზე, აცხადებენ, რომ ისინი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან, რას გულისხმობა ნებისმიერ სცენარში. ჩვენთვის ჯერ უცნობია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი რიხიანი განცხადებები წინა შემთხვევებში არ ყოფილა. წინა შემთხვევებში იყო, რომ მოსახლეობას აფრთხილებდნენ, მოუწოდებდნენ თავშესაფარში გადასვლაზე, გაიცემოდა ინსტრუქციები. ახლა ასე არ ხდება. ბევრ რეგიონში თავშესაფრები კვლავ გახსნილია. მოსახლეობაში ისრაელში ფიქრობენ, რომ ახლა ისრაელი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას, იმიტომ რომ შესაძლებელია ირანთან დაპირისპირების ფონზე თუ ირანიდან მოსალოდნელი საფრთხის ფონზე სამივე მხრიდან, ჩრდილოეთიდან ჰესბოლამ, სამხრეთიდან ჰუსიტებმა და აგერ უკვე ჰამასი გათამამდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფაქტობრივად ისინი უმოქმედოდ იყვნენ. ყოველ შემთხვევაში ახლა ისრაელის სამხედრო ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სრული მობილიზაცია ჭირდება იმისთვის, რომ ისრაელი გაუმკლავდეს აი ამ დაპირისპირებას და სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო საერთაშორისო მედიაში არ გაიშალა ეს თემა, მაგრამ ისრაელში საუბრობენ უკვე, რომ რეზერვისტების რაოდენობა და სამხედრო მოსამსახურში მყოფი პირთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს უახლოეს მომავალში და სწორედ ამის გამო უკვე სხვა გზა რომ აღარ დარჩა, ახლა ერთ-ერთი გზა დარჩა, რომ კიდე სამხედრო სამსახურში გაიჩიონ ულტრაორთოდოქსული დაჯგუფებები, ეს კიდე შიდა დაპირისპირებას ქმნის. მოკლედ ისრაელში არის მოლოდინი, რომ ყოველ შემთხვევაში ახლა გუშინ დაიწყო რამადანის დღესასწაული და შესაბამისად ფიქრობენ, რომ ამ დღესასწაულის დასრულებამდე ყოველ შემთხვევაში უნდა დაიწყოს მოქმედებები. ეს დღესასწაული გაგრძელდება დაახლოებით 19 მარტამდე, მაგრამ არავის არ ჯერა, რომ ახლა ეს მოლაპარაკებების პროცესთან სიმშვიდე იქნება 19 მარტამდე ყოველ შემთხვევაში. ჩვენც ესეთი მიშა ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება, შენ ახსენე რამდენჯერმე ეგეთი ფრაზა მოლაპარაკებებისთვის. სიმართლე რო გითხრათ, მეც ესე ვუყურებ ამ ამბავს და წინა ეპიზოდშიც ვამბობდი, რომ რაღაცა ეს უბრალოდ დროის მოგებას გავს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ავიამზიდები ჯერ კიდევ გზაშია, ჯერალდ ფორდი ვახსენეთ და ყოველდღე
ალბათ 50% რანიუსებსაც დღის განმავლობაში ვკითხულობ, ეხება იმას, რომ ხდება დამატებით საჰაერო რესურსების გადასროლა და არა მხოლოდ ბომბდამშენების და ავიამზიდების მოქმედებას ხედავთ, არამედ საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაზიდვაზეა ხშირად საუბარი, ხო? აი ამის გათვალისწინებით თავად ამ მოლაპარაკებების პროცესს პოლიტიკური ხელმძღვანელობა თუ ექსპერტული წრეები როგორ უყურებენ ისრაელში, ეს არის საინტერესო, ანუ ისინიც ფიქრობენ, ისე როგორც შენ ამბობ, რომ ეს არის უბრალოდ მოლაპარაკებებისთვის თუ რაიმე შედეგს ვინმე რეალურად ელოდება აქედან. მსგავსი პოზიცია რომ ეს არის მოლაპარაკებებისთვის ისრაელმა ოფიციალურად არსებობს არქივი ნეთანიაჰუმ და მისმა გარემოცვამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, სანამ პირველი რაუნდი მოლაპარაკებების გაიმართებოდა. ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როდესაც აბას არაღჩის პირველი განცხადება იყო ეს დაახლოებით იანვრის ბოლოს თუ არ ვწდები, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. პირველ დღეს გვახსოვს ჩვენ, რომ მათ მოლაპარაკების მაგიდაც კი ააყირავეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან საბოლოო ჯამში ისინი დათანხმდნენ. პირველივე დღიდან ისრაელს ჰქონდა პოზიცია ასეთი, რომ ირანის ნდობა არ შეიძლება და მოლაპარაკებების პროცესს ირანი გამოიყენებს მობილიზაციისთვის და უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის რეგიონს. ამიტომ პრინციპში ნეთანიაჰუს პოზიციაც ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ვიზიტით, სანამ გაფრინდებოდა, მან აეროპორტში განაცხადა, რომ ირანის ნდობა არ შეიძლება და ეს მოლაპარაკების პროცესი, ყოველ შემთხვევაში ტრამპი იმედით უყურებს, რომ ეს მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება და ისრაელში პრინციპში ყველა ამაზე საუბრობს, რომ ახლა უბრალოდ ისრაელი ვერ წავა წინააღმდეგი ტრამპის, იმიტომ რომ ტრამპს ძალიან დიდი იმედი აქვს ყოველ შემთხვევაში მოლაპარაკებები რო შედგება. მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო მოლაპარაკებები დაწყებული, როცა ისრაელის პოზიცია ცალსახა იყო, რომ ირანთან ვერავითარი სახის მოლაპარაკებას ვერ შედგება და უბრალოდ სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით ეს იქნება შეცდომა, რადგან ირანი ამ მოლაპარაკებებას გამოიყენებს დროის გაწელვისთვის და ეს დროის გაწელვა პირველ რიგში ეგზისტენციალური საფრთხე იქნება ისრაელისთვის. მეც მაქვს ერთი კითხვა კიდე, მიშა, თუ შეიძლება როგორი არის მოლოდინი, განწყობა გასაგებია, რაც არის ისრაელში, როგორი არის მოლოდინი იმ შემთხვევაში, თუ კი დაიწყო მოქმედებები, თუ კი მოხდა რეჟიმის ცვლილება სპარსეთში, როგორ აისახება ეს ყველაფერი აი ამ პროქსი ძალებზე, ანუ ჰამასზე, ჰეზბოლაზე, რაღაცა სხვა დაჯგუფებებზე, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან, ასევე ჰუსიტებზეც ცხადია. როგორ ფიქრობ, იქნება თუ არა ეს ძლიერი საბოლოო დარტყმა, ასე ვთქვათ, იერიში ამ ძალებზე, თუ კი რეჟიმის ცვლილება მოხდა. ანუ აი ესეთი სცენარიც რო განვიხილოთ, თუ რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ ყველანაირი სცენარის განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ აი ეს საკითხი ძალიან მაინტერესებს. ეს სამხედრო სცენარი ახლო აღმოსავლეთში კალენდარულად რომ დავალაგოთ, ვითარება არის ასეთი, პრინციპში თქვენს აკვირდებით და ხვდებით, რომ ტრამპის სამოქმედო გეგმა, როდესაც დიდი ჯერ კიდე ჟენევაში იყო, თუ არ ვწდები, სამოქმედო გეგმა ღაზას სამშვიდობო შეთანხმება, მშვიდობის საბჭო და ასე შემდეგ, ეს უნდა გაიმართოს მაისში. შესაბამისად, უკვე მიდის მოლაპარაკება ვიშავა სამშვიდობო საბჭოში და უნდა დაიწყოს უკვე წარმოადგინეს პროექტი და მაკეტიც იყო წარმოდგენილი, როგორ უნდა მოხდეს ღაზა სექტორის ინფრასტრუქტურული განვითარება. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, კალენდარული სიგნალი, ეს უნდა მოხდეს მაისში, მანამდე ჰამასი უნდა იყოს განიარაღებული. ჰამასის განიარაღება ვერ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ აიათოლა ალი ხამენეი ირანიდან მათ აგულიანებს და სხვა შორის არ ვიცი მიაქციეს თუ არა ყურადღება, ბოლო 2 დღეა ლიბანის ოფიციალური პირები მოუწოდებენ და ესეთ საკითხი დააყენეს, რომ უნდა განიარაღდეს ჰეზბოლა. ყოველ შემთხვევაში ეს საინფორმაციო ველში ჩაიკარგა ეს ინფორმაცია, მაგრამ ესე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილა. ყოველ შემთხვევაში ისრაელს ძალიან დიდი დრო და ყურადღება დაუთმეს, რომ ლიბანის პირველი პირები ხელმძღვანელობა მოითხოვს უკვე ჰეზბოლას განიარაღება. სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დღის წესრიგში ისრაელიც დააყენებს ამ საკითხს. ახლა პირველი რაც უნდა
მოხდეს, რომ ამ პროქსი ძალების მასტიმულირებელი და ფინანსებელი ძალა უნდა ჩამოიშალოს და სწორედ თუ შევხედავთ ტრამპის გეგმას, ტრამპის სტრატეგიას, რომ მოლაპარაკებები და შემდეგ თუ ეს მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს, სამხედრო ძალით უნდა მოხდეს რეჟიმის ჩამოშლა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჰამასი, ჰეზბოლა, ჰუსიტები და ყველა ის პროქსი ძალები ავტომატურად ასუსტებიან და შემდეგ უკვე მაისში უნდა მოხდეს ღაზას სამშვიდობო პროექტის პრეზენტაცია, უკვე როგორც ამბობენ, უკვე წარდგენა სამშვიდობო საბჭოს პირველი ხდომა უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, კალენდარულად ყველაზე არაუგვიანეს მაისში ისრაელში ფიქრობენ, რომ ირანში ვითარება უნდა იყოს დასტაბილურებული და ამ დროისთვის პროქსი ძალებს არავითარი რესურსი აღარ უნდა ქონდეს. მაგრამ აი კიდევ მინდა რომ პარალელი გავავლო, მოლაპარაკებებს სანამ დაიწყებდა ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები და სანამ ვითარება დაიძაბებოდა, მანამდე ფაქტობრივად პროქსი ძალები, ჰეზბოლა, ჰამასი და ჰუსიტები და ასე შემდეგ იყვნენ ძალიან შუმ რეჟიმში. ისინი ითხოვდნენ, ისრაელისგან ჰამასი ითხოვდა, რომ მოგვეცით მშვიდობიანი გასვლის შესაძლებლობა ღაზა სექტორიდან. ისინი იარაღის დაყრაზეთ თანახმები იყვნენ, ითხოვდნენ, რომ მისთვის მიეცა ისრაელს შესაძლებლობა, რომ დაეტოვებინათ ღაზა სექტორი და ეს მოლაპარაკებებმა ისრაელს ფიქრობენ, რომ არათუ კარგი გააკეთა, არამედ დროის გაწევას ზუსტად გამოიყენებს ირანი იმისთვის, რომ კიდევ გააძლიეროს პროქსი ძალები, მოახერხოს მათი გაგულიანება და შესაბამისად ახალ ზუსტად ამ ვითარებას უყურებთ, რომ პროქსი ძალები აქტიურობენ იქამდე, სანამ ჯერ კიდევ აიათოლა ალი ხამენეი რიხიანად ამბობს, რომ მას ისეთი რაკეტები შეუძლია ამერიკული ტანკერები ზღვის ფსკერზე ჩაუშვას. ხო, ეს რაღაცნაირად სინქრონში მეჩვენება, მე ჩემი დაკვირვება ეგეთი ახლა რასაც ვისმენ შენ განვიშა, რომ ანუ იმ ხამენეის მუქარების პარალელურად ესენიც იმუქრებიან და ნუ ეს არის ირიბი გზავნილი, რომ მარტო ირანიდან კი არ იქნება დარტყმები, ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ შეგვეხებით, აუცილებლად იქნება სხვა ლოკაციებიდანაც და ნუ როგორც ახსენე, ისრაელი არის პირველი სამიზნე. ნუ პრინციპში საერთოდ ამ დროს გამოხდა ჰუსიტების მუქარა ჯაიკარგეს. ჰუსიტების ქვეს რომ 3000 რაკეტა დამიზნებულია ირანზე. არ ვიცი, მაგრამ ეს რამდენად სწორი ინფორმაცია მათ აქვს თუ არა 3000 რაკეტა, რომელიც ისრაელამდე მოახდენს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეს მუქარა, ეს რიხი მე მახსოვს, რომ ეგ ირანის IRGC-ის ხელმძღვანელობის მხრიდან იყო ესეთი განს ბალისტიკური რაკეტების რაოდენობაზე. ხო, ნუ ერთ სიტყვით, მუქარა არის არამხოლოდ ირანიდან, არამედ ამ ძალებიდანაც ესეთი დასკვნა ალბათ შეგვიძლია გავაკეთოთ და ალბათ ამ ყველაფერს ითვალისწინებს შესაბამისი სტრუქტურები. ვიდრე მიშას დავამშვიდობებით, ვიცი რომ ცოტა შეზღუდული დრო აქვს აქვე მახსოვს ეს ჩვენი წინასწარი შეთანხმება. მიშა, მინდა კითხო აუცილებლად, არ ვიცით ბიჭებს და თამაშს თუ არა აქვთ კითხვები აი ამ მოსაოდნელ სამხედრო განვითარებასთან მიმართებით, სხვა საკითხზე დაგისვა ერთი კითხვა. მე მინდა ერთი პატარა კი ბატონო. შემოტანა ამ ამბავში. ჯერ ერთი, რასაც ახლა მიშა ყვება ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს მიმტკიცებს წვენას, რომ უბრალოდ რომ ტრამპის ეს მთელი ობსესიური აშლილობა, მშვიდობა ძალიან უცნაურია და მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ როგორღაც მემარცხენე ნობელის კომიტეტი დაარწმუნოს, რომ მშვიდობის დარგში პრემია მიცეს, იმიტომ რომ სხვა მხრივ ტრამპის ფსიქოტიპიდან გამომდინარე ამდენი ლაპარაკი მშვიდობაზე ცოტა უცნაურად ჟღერს, მით უფრო რომ კარგად ნახეთ, რომ ძალის გამოყენებით მშვიდობის იძულება როგორ ხდება, როდესაც ეხა ზუსტად მიშა ამბობდა, რომ მზად იყვნენ იარაღი დაიყარათ და ოღონდ გასულიყვნენ, ხო? სექტორიდან. შესაბამისად ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ მე სხვა კითხვა მინდა ახლა შემოვიყვანო, თქვი რამადანში ვართ, ხო, ასე ვთქვათ, სოფლიოს ის ნაწილი, რომელიც შესაბამისად წვენაშია. რამადანის დროს სამხედრო ოპერაციის წამოწყება რამდენად შეუწყობს თქვენი აზრით, ყველასგან მაინტერესებს მოსაზრების მოსმენა, რამდენად შეუწყობს თქვენი აზრით ხელს აი ამ რაღაც საღვთო ომის კულტივაციას და ისლამის მობილიზებას მის გარშემო და ამ რელიგიის შემოტანას. მეორე მხრივ გვაქვს დედლაინი, ასე ვთქვათ, უხეშად ხო, ეს მშვიდობის საბჭო მაისი. რამადანიც ახლა გაგრძელდება კიდევ ეხა დაიწყო. რას ფიქრობთ, რამდენად შეიძლება აი ამ საინტერესო კითხვა. რამადანში ამ სამხედრო ოპერაციამ აი ეს სენტიმენტები გააღვიძოს? მიშა.
მაგარი, ნუ მოკლედ ვიტყვი მე ჩემ აზრს, რასაც ვუყურებთ იანვრის პირველი რიცხვებიდან, მას შემდეგ რაც იფეთქა ამ პროცესმა, ირანი მუდმივად ცდილობს ჩემი დაკვირვებით, რომ პროცესში არ ისაუბროს მარტომ და ეს პროცესი წარმოაჩინოს თითქოს ეს არის ზოგადად მთელი რეგიონის მუსლიმური სამყაროს აი ამ ბირთვის პრობლემა და ის ამბობს ხაზს უსვამს რომ აი ეს არ შექმნის მარტო ირანში პრობლემას და გარშემო ყველას დაარტყავს ანუ როგორც გარე საფრთხეზე ამ შემთხვევაში თავად მათი მხრიდან განსახორციელებელ დარტყმებზეც როცა იქ ამერიკულ ბაზებზეა საუბარი ამას მუდმივად ხაზს უსვამენ ხო ანუ ალბათ მარტო მე არ მრჩება ეს შტაბ-ჭრილება რომ ცდილობს არ მარტო არ იყოს ამ პროცესში და გარშემო სახელმწიფოებიც ჩართოს. ჩვენ ნახეთ ასევე მინდა გაგახსენოთ პირველი რეაქციები, როდესაც აი სადღაც 14 თუ 15 იანვრისთვის აი ამ პერიოდში იყო თითქოს პირველი მოლოდინი რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებდა ოპერაციას ტრამპის განცხადების შემდეგ რომ დახმარება გზაშია, იმ პირველი პიკის დროს იყო ძალიან დიდი შეშფოთება და წინააღმდეგობები, ხო? ამის შემდეგ მაგალითად ნახეთ ესეთი ამბავი რომ საუდის არაბეთიდან ჩავიდა დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხომ არ მეშლება, რომლებიც თავიდან წინააღმდეგი იყვნენ იქ რაიმე სამხედრო ოპერაციის განხორციელების, ჩავიდნენ დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შესახებ გააფორმეს ხელშეკრულება ვაშინგტონში გამართეს შეხვედრები, დაბრუნდნენ და შემდეგ ესეთი განცხადება გააკეთა მათმა თავდაცვის მინისტრმა, რომ იცით რა ხამენეისთან დაკავშირებული პრობლემა თუ არ მოგვარდება, ეს უფრო დიდ საფრთხეს შექმნის, ვიდრე დღეს არსებობს. აბსოლუტურად შემოატრიალეს თავისი პოზიცია, მას შემდეგ რაც მათთვის სასურველი შედეგი მიიღეს. ჩემი აზრით ისინი ანუ ზოგადად ეს სახელმწიფოები გარშემო ვინც მშვიდობიანად ცხოვრობენ, ვინც ვითარდებიან, ბევრ ფულსაც შოულობენ, ორიენტირებული არიან საკუთარი ბიზნეს ინტერესების და ეკონომიკის დაცვაზე, უფრო მეტად, ჩემი აზრით, და უსაფრთხოებაზე, ვიდრე თქვათ რაღაც რელიგიურ რაღაც პროცესში არ მგონია რომ რელიგიურ ჭრილში უყურებდნენ ახლა და ამ სადღესასწაულო თარიღებთან აკავშირებდნენ საკუთარ გადაწყვეტილებებს. მე ესეთი დასკვნა გამომაქვს. არ ვიცი რამდენად მეტახმებით. ჩვენს ვერსიას რა თქმა უნდა აქვს არსებობის არა მხოლოდ არსებობის უფლება, პირიქით გამყარებულია ფაქტებითაც, მაგალითად, ახლა როცა ვსაუბრობთ, რომ აი რამადანის პროცესში უნდა და აი რამადანი რომელიც გაგრძელდება 19 ზუსტად ავარაუდოთ ესე ვიციან, რომ 19 მარტს უნდა დასრულდეს. ზუსტად მაგ დროს გუშინ იყო ჯერ კიდევ განცხადებები ისრაელში, ყოფილი თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, რომელიც აი ამ ომის დროს იყო ერთ-ერთ რადიო ინტერვიუში ამბობდა, რომ სწორედ ისრაელი რატომ ითხოვდა დაჟინებით, რომ ირანი დროს გაწელავს, ირანმა კარგად იცოდა, რომ აი რამადანის პროცესში ახლა სამხედრო ოპერაციის დაწყება სენსიტიური რელიგიური თემა იქნება არა მხოლოდ ირანისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და რელიგიური მიმდევრებისთვის ეს ძალიან ძიმე თემა იქნება და სწორედ ამიტომ გალანტის განცხადება იყო ასეთი, რომ ამიტომ ითხოვდა, იმიტომ რამადანს გამოიყენებდა ირანი კიდევ დროის გასაწელად, თუმცა იქვე ყოფილი თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რომ დაელოდონ რამადანის ასრულებას, რადგან თუ არის რამადანი და ასეთი დღესასწაული, ასეთი მნიშვნელოვანი დღეები, რომ არაბული სამყაროსთვის და მუსულმანურ სამყაროსთვის, მაშინ აღარ უნდა ხდებოდეს მუხარების გავრცელება, აღარ უნდა ხდებოდეს ტერორისტული აქტები, აღარ უნდა ხდებოდეს დაპირისპირება და უნდა მოხდეს შეთანხმება, მაგრამ ჩვენ ხვდებით, რომ აი ამ რამადანის რელიგიური დღესასწაულის მაინც იყენებენ პროპაგანდისთვის, იმუქრებიან კვლავ, ისევ დღესაც ცალმა ჯენინში ჩაატარა სპეცოპერაცია და აღკვეთა რამდენიმე ტერორისტული აქტი, შესაბამისად მგონია, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ისრაელში, რომელიც საკმაოდ გამოცდილი იყო, ჯერ კიდევ ადრე ამბობდა და ახლა კიდე დაადასტურა, რომ ისრაელი ამიტომ ითხოვდა დროულ მოქმედებას, რომ შემდეგ რამადანის ფაქტორი არ ყოფილიყო მანიპულაციისთვის გამოყენებული. ასე რომ წამზომი ჩართულია და ყველა ველით ჩემი კითხვა სხვა თემაზე, რომელიც მინდოდა დამესვა, უკავშირდება საქართველოს-ისრაელის ურთიერთობას. რაც კი, პრინციპში წინაზე ვისაუბრეთ და ძალიან ის იყო, რა ქვია,
ჩვენ საუბარს ფაქტობრივად წინა ზუსტად ერთი კვირის წინ დროში დაემთხვა, როდესაც ჩვენ ჩაწერას მოვრჩით თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის სფერებში განაცდა. ხო, სხვათა შორის მაგასაც მოყვა გარკვეული ესეთი გაურკვევლობა იყოს ქართულ მედია სფეროში ნაწილობრივ და უფრო სოციალურ ქსელებში, რომ თითქოს რა მოხდა მერე სახელმწიფო დროშა მათი ანუ ვიღაცებს ერთმანეთში შეეშალათ რევოლუციამდე რა დროშაც ჰქონდა ირანს, ეს ლომი და მზის გამოსახულებით და ეხლა რა დროშაც აქვს, ანუ პატარა განმარტებისთვის, ანუ აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა, ხო? ანუ ვიღაცებმა თქვეს, რომ თითქოს აურიეს ეს მოკლედ ეს ამბავი ერთმანეთში იმისთვის, რომ გაეპრავებინათ ბრჭყალებში, რომ თითქოს ეს არ ეძღვნებოდა მხოლოდ ირანის მოქმედ ხელისუფლებას და რეჟიმს რა და თითქოს რაღაც ხალხის მიმართ არ ვიცი, რაღაც ის აბსურდში შევიდნენ, არა და ამ დროს აბსოლუტურად გასაგები არის ყველაფერი. აბსოლუტურად გასაგები არ არის მხოლოდ ჩვენთვის და ვინც მეტნაკლებად ერკვევა პროცესში, არის პირველ რიგში გასაგები ისრაელისთვის და ისრაელის საელჩოს მყისიერი განცხადება მოყვა ამ ამბავს მეორე დღესვე. და ძალიან კაფეო დაისვა კითხვა, საერთოდ რას გავს ეს ყველაფერი და როგორ ჟღერს ეს თბილისიდან და რა გზავნილია რეგიონისთვის, რა გზავნილია მსოფლიოსთვის. საინტერესო არის ამის შემდეგ შენგან, მიშა, ანუ შენ მეტნაკლებად უფრო გაქვს ინფორმაცია როგორც ადგილობრივ წრეებში, მედია წრეებში, ასევე ქართულ საზოგადოებასთანაც გაქვს მათ კავშირი, ხო? რა რეაგირება მოყვა ამ ამბავს? ძალიან საინტერესოა და რას ცulis ეს ყველაფერი? აქ ადგილობრივ დონეზე რაღაცები თითქოს მალე მივიწყებას ეცემა, იმიტომ რომ იმდენი სიგიჟე ხდება ყოველდღიურად და იმდენი პოლიტიკური ცხელი ამბავი შემოდის, რომ გუშინ რა მოხდა, ვიღაცები ყურადღებას ამას აღარ აქცევენ, მაგრამ მე მგონია რომ ეს ესე არ არის და ზუსტად ისრაელთან მიმართებით რაღაცები მეტად უნდა დავიმახსოვროთ. ყოველ შემთხვევაში ისინი ასე მგონია რომ მიმახსოვრებენ. რა სიტყვი ამ ამბავზე? თალსახად ისრაელი და ძალიან ცუდად ჩანდა, ძალიან ცუდად გამოჩნდა თბილისის ანძის განათება ირანის დროშის სფერებში. საზოგადოებაში ძალიან მწვავე რეაქცია მოყვა ისრაელში. ოფიციალურ წყაროებიდან მე რა ინფორმაციაც მაქვს, ყოველ შემთხვევაში ეს სიმბოლური ნაბიჯი საქართველოში ასე განიმარტა, რომ ეს სიმბოლური ნაბიჯია ისლამური რევოლუციის 57 წლის თავთან დაკავშირებით სიმბოლურად განაცდა და მსგავსი ფაქტები ყველა ქვეყნის რევოლუციის წლის თავზე და ასე ხდება. ყოველ შემთხვევაში ეს სიმბოლური ნაბიჯი ისრაელში პოლიტიკური სიგნალი არის. ჩემი ინფორმაციით არ მაქვს უფრო სწორად დეტალებზე ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში არ გახმაურდა მედიაში ასე, მაგრამ დიდი ალბათობით, ყოველ შემთხვევაში რაც ვიცი, რომ მწვავე რეაქცია ჰქონდა ისრაელის უსაფრთხოების მინისტრ ითამარ ბენ-გვირს, ეს ითამარ ბენ-გვირი საკმაოდ კარგი ურთიერთობით გამოირჩევა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ორმხრივი ურთიერთობებს ანვითარებს და ასე შემდეგ, თუმცა ყველა ოფიციალურ სტრუქტურას, რომელსაც ევალება ამ ფაქტზე რეაგირება, მათ მოახდინეს ამ ფაქტზე რეაგირება უბრალოდ სავარაუდოდ დიპლომატიურ მისიასაც მოუხდებოდა ამ ფაქტზე თავის მართლება ან გამართლება ან ახსნა. ყოველ შემთხვევაში აი აქ დასრულდა ეს და აღარ მოყვა მწვავე განცხადებები, არ ვიცი ზუსტად. დიდი ალბათობით არა დარწმუნებული ვარ ფაქტობრივად იმაში, რომ ახლა ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურები დაიბარებდნენ. ყოველ შემთხვევაში ისრაელში ელჩი არ ყავს ამ ეტაპზე, ყავს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ყოველ შემთხვევაში მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან, ეს ზუსტად ვიცი, თუმცა შემდეგ მწვავე განცხადებები არ გაკეთდა. ისრაელში მოსახლეობას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა და ყოველ შემთხვევაში ყველა ფიქრობს ახლა იმაზე, რომ ეს სიმბოლური განათება, რაც არ უნდა ძალიან კარგი ურთიერთობა იყოს ორ ქვეყანას შორის, საბოლოო ჯამში ისრაელის სამოქმედო გეგმაში, სამომავლო ურთიერთობებში ეს იქნება პოლიტიკური წითელი კალმით გახაზული ფრაზა, რომ საქართველოში განაცდა მტრის. კი ბატონო. ამავდროულად მიშა, საინტერესო ის არის, რომ აქ მხოლოდ ანძის განათებაზე არ არის საუბარი, იყო აქ რაღაც დიდი პომპეზური ღონისძიებაც, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დონეზე იყო წარმოდგენილი
არსებული ხელისუფლება და კიდევ სხვა ბევრი საინტერესო ფიგურა ჩანდა, მათ შორის ვიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მისი გარემოცვის წევრები, იგივე ანზორ ჩუბინიძე, ამას მოყვა მთელი განხილვები. მე უბრალოდ მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ ყველას ამ შემთხვევაში, რატომ აკეთებს ამას საქართველოს ხელისუფლება? მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ რისკებს იაზრებენ, რაც ეხება ისრაელთან ურთიერთობების რაღაცა ეს პატარ-პატარა ხიჭვებს, ხო? თუნდაც პატარას, თუნდაც დიდს, რა ვიცი, ძველი ისტორიებიც ხო გვახსოვს ობახიძის ვიზიტები და პანაშვიდები. რატომ აკეთებს არსებული ხელისუფლება ამას? თქვენ რა ვერსიები გაქვთ და მე ასევე მინდა ესეთი საკითხი შემოვიტანო, რაზეც ვფიქრობდი. იმ შემთხვევაში თუ ირანის ხელისუფლება დაემხობა. სად მიდიან IRGC-ის წევრები? სად მიდის ეს ხალხი, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა ტერორისტებად, ხო მეთანხმებით, ესეა, ვიცით, ფაქტია. და ნუ ცხადია ხა იმ ქვეყნებში, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ისრაელს გავლენა აქვს და ნუ ცივილურ სამყაროში მათი ადგილი არ არის. ისინი ყველგან იქნებიან დაბლოკილი. ფიქრობთ თუ არა, რომ მე არ ვიცი, კითხვას ვსვამ, მე არაფერს არ ვამტკიცე, უბრალოდ ჩნდება ესეთი, მე მიჩნდება ესეთი საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა ვიღაცები თუნდაც ირანში გეგმავდნენ ესეთ რამეს, რომ გეგმა ბედ განიხილავდნენ რაღაც გარკვეულ მისამართებს. სხვათა შორის სკოტ ბესენტმა განაცხადა შტატების ხაზინის მდივანმა, რომ გახსოვთ ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ იყო. ნავებიდან უკვე ვირთხები გადახტომას ცდილობენო და იქ ვიღაცები ანგარიშებს ხსნიანო საზღვარგარეთ და გარკვეულ მისამართებს უკვე ათანხმებენ სად წავიდნენ იმ შემთხვევაში თუ რეჟიმი დაემხობა. რას ფიქრობთ ამ ამბავზე? შეიძლება თუ არა ესეთი მისამართი გახდეს საქართველოს აი ამგვარი ურთიერთობების პირობებში. ცოტა მძიმე თემა შემოვიტანე, აბა რას მეტახმებით ამ ლოგიკაში? მე ჩემო ბექა ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ და პრინციპში ჩავაგდებ კიდევაც მე ამ ვიდეოს, არ ვიცი ეს თუ ჩანს, მაგალითად 14 თებერვალს ტრადიციული შაბათის მარში გაიმართა და შაბათის მარშზე, რა თქმა უნდა, პროტესტის ტალღას შეუერთდა ირანის საელჩოსთან, ანუ ირანის მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში და გამოვიდნენ ირანის მეფის დროში და ძალიან სიმბოლური იყო, რომ ერთ ფლაგშტოკზე მაგალითად დამაგრებული იყო ირანის და ისრაელის დროშები, ეს ძალიან სიმბოლური იყო, რუსთაველზე გამოჩნდა. დიახ, იყო პრინცის ფოტოები დამაგრებული და ყვირევ სკანდინებდნენ თავისუფლება ირანელ ხალხს და ნუ ასე შემდეგ, იგი რეჟიმს მოკლედ თავისი ესენი ჰქონდათ. ანუ ის რაც ქუჩაში ჩანს და საქართველოს მოსახლეობა ამას ძალიან კარგად ხედავს და ამ პულსაციას გრძნობს. ანუ შენი კითხვის საპასუხოდ, ესე იგი, რა ხდება რეალურად ხალხში და როგორი პროტესტი ქონდა ამ ყველაფერს ირანის დროშის, ამჟამინდელი დროშის ფერებში, ანძის განათებიდან დაწყებული იქ საელჩოს რაღაცა მიღებასთან და რაღაცა კონკრეტული თარიღის აღნიშვნასთან ერთად. დიდი მიგრაცია ყოფილა საქართველოსთან. არსებობს მონეტის მეორე მხარე, ის მხარე, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენ, ეს არის ხალხი. სად დგას ეს ხალხი, როგორ განიცდის, რა აღქმები აქვს ამ ხალხს და ამ ხალხში ისრაელი არის ძალიან ძველი, ძალიან სათუთი, ძალიან დიდი მეგობარი, რომელიც არსად წასულა, რომელიც ამ ხალხში არის. ისევე როგორც ის სპარსელები, ის ირანელები, რომლებიც გამოიხსნენ რეჟიმს, რომლებიც ებრძვიან რეჟიმს და არიან მიმოფანტული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის საქართველოშიც. რაც შეეხება გუშაკთა კორპუსის მომავალს, ცხადია ბუნდოვანია, ცხადია ქართული ოცნების პირობებში არაფერი არ გამოირიცხება, თუმცა მე მაინც მგონია, რომ იქ თუ აი კლასიკური გაგებით რეჟიმ ჩეინჯი მოხდა, ეგ ხალხი გაიხდის გუშაგების ფორმას და ჩაიცვამს რაღაცა ახალ ფორმას და დიდი მიგრაცია მაგათგან მე პირადად არ ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ კი ტერორისტებად გამოაცხადეს, იქ რაღაცა სამეთაურო ბლოკში მოხდება ეგ ყველაფერი, თუმცა ძირითადი მასა მაინც მგონია, რომ ძალიან მარტივად გადაპორტირდება. რაც შეეხება იმას, თუ ქართული ოცნება ამას რატო აკეთებს, რავი, ჩემი აზრით ყველაფერი ზედაპირზეა, ხო, მათ არ ყავთ მეგობრები და იქ სადაც
ისინი ვინც მეგობრობის ხელს უწვდიან, ცდილობენ რომ მაქსიმალურად 100 ამონონ, იმიტომ რომ რაღაცა ჭირდებათ საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ნახეთ რომ პარალელურად მაგ ყველაფერს ემთხვეოდა სუსის უფროსის თანამდებობაზე მომუშავე კაცის ამერიკაში ვიზიტი და ჯერ უარყოფა რომ არ ყოფილვა რომ მე კი ვიყავითო, მაგრამ საიდუმლოა, უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობდითო. მოკლედ აი ეს ყველაფერი ერთიანობაში ჩვენ გვანახებს რომ ქართული ოცნება ბევრი მიმართულებით ცდილობს, თუმცა გამოდის მხოლოდ ცოტა მიმართულებით და რომელი მიმართულებითაც გამოსდის, იქ ცდილობს რომ ბოლომდე 100 ამონოს იმათ, იმიტომ რომ ერთ დღესაც შეიძლება თვითონაც დაჭირდეთ ვინმე, ვინც ამათ 100 ამონებს. მოკლედ ეს არის მთელი ამბავი სამხრეთ მიმართულებით, რაც ძალიან აქტუალურია რა და მე ვფიქრობ რომ უნდა გადავიდეთ დასავლეთ მიმართულებაზე, იმიტომ რომ ეს ორი წრე ერთმანეთს ფარავს და აი ამ გადაფარვის წერტილში არის საქართველო. ანუ ამიტომაც საუბრობთ ძალიან კარგი გადასვლა იქნება ჩემი აზრით მიუნხენის კონფერენციას ესწრებოდა რეზა ფეხლები. ეს ჩემთვის ძალიან სიმბოლური მიშას თუ ეჭქარება ხომ არ ამბავი იყო. მიშას დავემშვიდობოდი და თამართან გავაგზავნოთ. ან დარჩეს მიშა თუ მას ეჭქარება უბრალოდ თორე როგორც რომ მიშა როგორც მისი მოსაზრებები ყოველ საინტერესო. როგორც იტყვა. დამატებად უხსურს. თამარას ჩართოს უბრალოდ არ გამოვტოვებ მსახურს. ოკეი, ნებისმიერ კითხვას ყოველ დასვი თავისუფლად. თამარ, ბურთი შენკენ არის, შენს მოედანზე. მოგესალმებით მეგობრებო, მიშა მოგესალმები, ძალიან სასიამოვნოა კიდევ ერთხელ რომ ხარ ჩვენთან. დავასრულებ დროშის ამბავზე შეკითხვა მესმინდოდა და მეთქვა და უბრალოდ აი ჩემი აზრით ნახეთ მაყურებელმა მინდა ცოტა სხვა კუთხით შეხედოს ამ საკითხსაც. არგუმენტები თითქოს მერიას თუ კაალაძეს ხონდა რომ ეს იყო თხოვნა და რაღაც განაცხადი შევიდა ვითომ მერიაში რომ განათებულიყო დროშა აი ამ რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით. მაშინ მე მაინტერესებს და მინდა რომ მაყურებლებმა თავიანთ თავსაც ეს შეკითხვა დაუსვან. ანუ წარმოიდგინეთ რუსეთის რაღაცა, არ ვიცი, დიასპორამ თუ რაღაც ორგანიზაციამ, რომელიც რუსები, რომლებმაც ფაქტიურად წავლეკეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მერე და ალბათ ყველა დამეთანხმება რომ თუნდაც ტელეგრამში დღეში იმდენი ჯგუფი მიხტება როგორ დასაქმდნენ ქართველები საქართველოში, როგორ გახსნან ბიზნესი, როგორ გაიკეთონ საბუთები და ასე შემდეგ და აი ამ მოითხოვეს რომ რაღაც რუსეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ან 9 მაისის არა აქვს მაგათ დამოუკიდებლობის დღე თამარა. ან თუნდაც 9 მაისის პუტინის დაბადების დღეს ნუ არა, აი არ ავიღოთ ყველა ესეთი საკითხები, ავიღოთ შეფუთული საკითხი, რომ თქვათ რაღაცნაირად ერთიანი დღესასწაული ომზე გამარჯვება, არ ვიცი, 9 მაისი და ამის საფარქვეშ მოითხოვონ რუსეთის დროშის ფერებში ანძის განათება, ანუ გაანათებს თბილისის მერია ჩვენი მტერის და ოკუპანტის დროშის ფერად, არ ვიცი და მე იტყვის, რომ რა ვქნათ, ესეთი შემოსული იყო ასეთი განაცხადი და თხოვნა, აი ეს შეკითხვა მინდა რომ დაუსვან ადამიანებმა თავიანთ თავს და გააკეთონ რაღაცნაირი შედარებები, როცა საქმე არის ასეთ სისხლიან რეჟიმზე, არანაირად არ არის გამართლებული და არავის უქნია ასეთი რაღაცა ცივილიზებულ ქვეყანაში. თუ გადავდივართ მიუნხენზე, ჩვენ წინასწარ საუბრობდით რა მოლოდინები შეიძლება გქონოდა მიუნხენზე, ჩემი შეგრძნებით რაღაცა მოთელვა შეიძლება იყო დავოსში, რომელიც უკვე კონკრეტულ კონტურებად ჩამოყალიბდა მიუნხენში, ყველას რა თქმა უნდა აინტერესებდა ამერიკელების პოზიცია და JDS-ის შარშანდელი გამოსვლის შემდეგ რა სიტყოდა, რა გზავნილი ექნებოდა მარკო რუბიოს და ალბათ ეს იყო იმის განმაპირობებელიც, რომ ევროპელებისგან განსხვავებით იყვნენ საკმაოდ მკაფიოები და რაღაც აბსტრაქტულად უყვართ ევროპელებს საუბარი და ამ ჯერად იყვნენ პირდაპირები და სხვათა შორის ბევრ თემაზე ძალიან მკაფიო აქცენტები გააკეთეს, რაღაცნაირად არც შეუშინდნენ პრობლემური საკითხების ღიად საუბარს. რაც ჩემი აზრით
ახალი რაღაცა შტრიხია ევროპელებისთვის, რომლებიც მაინც ცდილობენ მუდმივად კუთხეები შეარბილონ. ბექა, შენ ასე ვთქვი, ჩემთვისაც პროგრამას რომ გადავხედე, ძალიან საინტერესო იყო რეზა ფეჰლევის დისკუსიაში მონაწილეობის მიღება და საკმაოდ ცელი დისკუსია ჰქონდა. მას აი რაც შეეხება ამ ძალიან მკაფი ოპოზიციონირებას დამამახსოვრდა ძალიან საინტერესო დისკუსია იყო, რომელშიც მონაწილეობდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ძალიან ღიად ისაუბრა რეალურად რა პრობლემებს ქმნის ამერიკის პოზიცია უკრაინის დახმარების და უკრაინის წინ წაწევის საკითხში და ნატოსთან დაკავშირებითაც და ამ მხრივ ტრადიციულად როგორც ყოველთვის პოლონეთის პირველი დიპლომატი შიკორსკიც იყო პირდაპირი და მას საერთოდ თქვა რომ როდესაც ბოლო პერიოდი რომ აიღოთო ბოლო თვეებიო პერლის ფარგლებში ფაქტიურად ევროპა ყიდულობს მთლიანად შეიარაღებას, ანუ ფულს იხდის ევროპა, ჩვენი კანონიერი მოთხოვნა არის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპა იყოს სრულფასოვნად წარმოდგენილი, რადგან ჩვენ ვიხდით ამასო და წამყვანმა სწორედ გერმანიის თავდაცვის ხელმძღვანელს შეკითხვა დაუსვა, რომ როდის უნდა ველოდოთ, რომ ჩვენც ვიქნებით სრულფასოვნად წარმოდგენილი ამ მაგიდასთანო და მან აი ეს თქვა, რომ სწორედ ეს არისო პრობლემაო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაითვალისწინა პუტინის მოთხოვნა, რომ ჩაეხსნა ევროპა მოლაპარაკებებისგან და ეს არის დღეს ჩვენი პრობლემა და ეს უნდა გავაგებინოთ ამერიკას, რომ ჩვენ ეს ეხება ჩვენს უსაფრთხოებას, ეს ეხება იმას, რომ ფინანსურად დღეს ჩვენ ვდგევართ უკრაინის გვერდით და ამიტომაც აბსოლუტურად თანაბარუფლებიანი წევრი უნდა ვიყოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ნუ როგორც ყოველთვის რატია, რო იცი დამეთახვები თუ არა, ჩვენ მერცის თაყვანისმცემლებს რა მერცის გამოსვლაც იყო გამორჩეული, საკმაოდ მკვეთრი გზავნილებით, სხვათა შორის ძალიან ბევრმა შეამჩნია და ასევე პოზიტიურად შეაფასეს მაკრონის გამოსვლაც და საუბარი ევროპის აი ამ სუვერენიტეტზე და საჭიროებაზე, რომ ევროპა გახდეს თავის თავზე დამოკიდებული, ახალი საკითხის, ახალი არ არის, მაგრამ კიდევ უფრო ხაზი გაესვა აი ამ ბირთვულ ქოლგას. აი, ცოტა მეტი რო გითხრა თამარ, მაგაზე იქნება ფანტასტიკური რა, იმიტომ რომ ხო, ჩვენ ადრე ჩვენ მაყურებელს თუ ახსოვს თავიდან, როდესაც დაიწყო აი ეს რაღაც ამერიკასთან ევროპის ცოტა რაღაც შეუთანხმებელი პოზიცია, მაშინ საფრანგეთმაც თქვა, რომ თქვათ მზად იყო, რომ თავისი ბირთვული ქოლგა გადაენაწილებინა. მაშინ ჯერ კიდევ ოლაფ შოლცი იყო გერმანიის კანცლერი, თავის მხრივ ბრიტანეთმაც მზაობა გამოთქვა, რომ რაღაცა ამ თემაზე დაეწყო საუბარი. ეს საუბარი ახლა კვლავ განახლდა და გერმანია არის ამ მხრივ, გერმანიამ თქვა, რომ ისინი მზად არიან რაღაც ესეთი ლიდერის პოზიცია ჰქონდეთ ამ საკითხში, პოლონელები აქტიურობენ ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში როგორ და რაც ჩამოყალიბდება ეს ყველაფერი ვნახოთ, საინტერესო იქნება. ერთი ფაქტი არის, რომ ევროკავშირი ამბობს, რომ თავის თავზე დრო არის, რომ თვითონ იზრუნოს, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან დიდი შვება, შეიძლება ასე ითქვას, ძალიან დიდი შვება იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სიტყვით გამოსვლა და ყველა ევროპელმა ლიდერმა თავის გამოსვლაში შემდეგ ახსენა ეს და მას ესეთი აქცენტები ჰქონდა, რომ ევროპა დედაა, საიდანაც წამოვიდა შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და მან შეარბილა შარშანდელი ვესის გამოსვლა და თქვა, რომ უბრალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭირდება ძლიერი პარტნიორი და რომ საერთოდ საუბარიც არ არის და ეს პარტნიორობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ნატოს ფარგლებშიც. კვლავ ისევ ითქვა, რომ თავდაცვაზე მეტი ფინანსი უნდა იყოს დახარჯული, რომ
ალიანსიც იყოს ძლიერი და ამერიკის შეერთებულ შტატებს ესეთი ძლიერი პარტნიორები უნდა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის გამოსვლაში აი მე მგონი ზუსტი ციტირება არ არის, მაგრამ აი დაახლოებით ესეთი განწყობა ქონდა და თქვა კიდევაც რომ აი რაღაცნაირად ამოისუნთქეს და რომ მათთვის ეს ბევრად უფრო ამარტივებს საქმეს, რადგან მაინც ყველამ კარგად იცის რომ ამერიკის გარეშე ასე უცებ ერთ დღეში ევროკავშირისთვის ძალიან რთული იქნება თავდაცვაზეც ზრუნვა და უკრაინაზეც ზრუნვა და სხვათა შორის ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის გამოსვლაში რაღაც ესეთ სლოგანად და დევიზად ნატო სლოგანი გამოიყენა, ოღონდ ევროკავშირთან მიმართებით, რომ ჩვენი მთავარი ფასეულობა არისო ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვისო ეს ძირითადად ნატოს მეხუთე მუხლი მდგომარეობს ამაში. თუმცა ამ შემთხვევაში მან ევროკავშირთან მიმართებით გამოიყენა და კიდევ ერთი აქცენტი საინტერესო და დღეს ქართულ მედიაში ამაზე რაღაც ბევრი მსჯელობაც იყო და დიდი როლი გადაუთმო გაფართოების თემას კაია კალასმა თავის გამოსვლაში და თქვა რომ აი ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროკავშირისთვის გეოსტრატეგიული ესეთი იარაღი არის ეს გაფართოება და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. მას თავის გამოსვლაში არ უხსენებია ის გეგმა, რაზეც დღეს ქართულ მედიაში იყო საუბარი, რომ სწორედ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირს თავის მოთხოვნები ექნება რუსეთთან მიმართებით და რომ შესაძლოა, როგორც რადიო თავისუფლება ამბობს, ერთ-ერთი პუნქტი იყოს ის, რომ რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის საქართველოდან და ასე თუ არის და მართლაც თუ კი ასეთი წინადადება წავა ევროკავშირისგან, ეს კიდევ ერთხელ ალბათ ჩვენი მაყურებლებისთვის იმას მოწმობს, რომ პირიქით ევროკავშირი აქეთ ზრუნავს კი, რომ ევროკავშირი აქეთ ზრუნავს ჩვენზე. და მაშინ როცა კალასი თავის და ევროპა თავის სამშვიდობო ნუსხაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ახსნებს, ძალიან ძნელია რა გახსენდეს გასულ კვირაში ატეხილი ქარბუქი იმასთან დაკავშირებით, რომ რკინიგზაზე ისევ ავლაპარაკეთ, თუ ალაპარაკდნენ. კი, აქ საქართველოს რკინიგზამ უარყო ეს ამბავი, თუმცა მიუხედავად ქართული მხარის უარყოფისა, რუსული მხარე ჯიუტად აგრძელებს მტკიცებას, რომ ისინი აპირებენ ამ რკინიგზის აღდგენას. საინტერესო პერსპექტივა გველოდება ჩემი აზრით. საერთოდ ერთი პატარა დაკვირვება ბოლო წლების, არა ერთი და ორი, არამედ ბოლო წლების ეს უკავშირდება იმას, რომ ყველა გამოხმაურებას ევროდასავლეთიდან საქართველოსთან მიმართებით მყისიერად მოყვება ხოლმე რუსული ძალიან მძიმე განცხადებები და ზეწოლა, შანტაჟი პირდაპირ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხო, ანუ ეს არის შანტაჟი პირდაპირ სამაჩაბლოდან, შანტაჟი პირდაპირ აფხაზეთიდან, რა თქმა უნდა, ყბადაღებული თემა რკინიგზის გახსნის რომელიც ყოფილი გახსნის ახლა, როდესაც სამხრეთზე ამდენი ვისაუბრეთ ეხლა და ვიცით რომ სხვა ამბავი იქნება და სხვანაირად შეიცვლება სამხრეთით სურათი და რასაც თამარი საუბრობს ახლა დასავლეთთან მიმართებით, აქაც უზარმაზარად ძალიან დიდი ცვლილებები არის სახეზე, ხო? რა თქმა უნდა, დასავლეთთან მიმართებით ყველაზე მთავარი მომენტი უკავშირდება უკრაინას, უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის, უკრაინის ბრძოლას გადარჩენისთვის, უკრაინის ბრძოლას ევროპაში ინტეგრაციისთვის და ცალსახად რუსეთის დამარცხებას უკავშირდება ეს ყველაფერი, ხო? და აქ მე თუკი თამარს არა აქვს რაღაც დასამატებელი, მინდა რომ გთხოვოთ უკრაინასთან მიმართებით რამდენიმე წინადადება გავცვალოთ. თამარ. ხო, უკრაინაზე თუ გადავდივართ სალაპარაკოთ, რკინიგზაზე მინდა და ორი სიტყვის თქმა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, კი ბატონო. ერთია რომ აქ უარყოფენ გიორგი, მაგრამ მეორეა რომ მუდმივად არის მცდელობა რომ რაღაცებს ნიადაგი მოусინჯონ და თანდათან აქცენტი მე ძალიან ყურში მომხდა სხვათა შორის რომ იქ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება რუსეთის, სადაც ის ამბობდა რომ საქართველოში უნდა დაფიქრდნენ ამ ყველაფრის სარგებელზე. აი ეს სარგებელი ჩვენთვის უკვე ძალიან ნაცნობი თემა არის, რომ საქართველოში გარკვეულ წრეებში სარგებელზე ბევრს ფიქრობენ
და ბევრმა ხელიც მოითბო რიგი მოვლენებიდან გამომდინარე და ну რაღაცა ეს ბიძგია ჩემ აღქმაში ასეა რომ ეს დაახლოებით ეგეთი გზავნილია რომ თქვენ რაღაცებით ხომ იშოვეთ ფული ხო რაღაცა კარგი რეიტინგები გაქვთ ეკონომიკაში პირობითად ფული ხო შემოდის უფრო მეტი შემოვა მოდი რა არ გვინდა ეს რაღაცა თემებზე გამოკიდება ანუ ეს არის მცდელობა მათი მხრიდან ღია მცდელობა და ჩემი აზრით ამას არ ყოფნის მხოლოდ რკინიგზის განცხადება საპასუხოდ ამას ჭირდება გაცილებით მკაფიო პოზიციების დაფიქსირება შედარებით უფრო მაღალ დონეზე არ ვიცი მე არ შემხვედრია რაიმე ესეთი მკაფიო გამოხმაურება ამ მკაფიო განცხადებებს ჩვენ ვნახოთ ძალიან მალე სამხრეთით ანუ ეს ვერტიკალი ცალსახად ჩამოიშლება მოსკოვი თეირანი რასაც უკავშირდებოდა არა მე უბრალოდ იმის ხაზგასმა მინდა რომ როგორ უნდა იქცეოდეს ამ შემთხვევაში პასუხისმგებლიანი იმდენი კითხვა პოზიციის მქონე ხელისუფლება სამწუხაროდ ძალიან ესაც იყოს ну ზოგადად ეგ თემა გამახსოვრება თქვენ ძალიან კარგად 2012 წელს როცა ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში ძალიან მარე ჩამოაყალიბეს ეგრეთ წოდებული აბაშიძე კარასინის ფორმატი და მახსოვს არაერთხელ გამიშუქებია და პირველი შეკითხვა ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ იყო სწორედ ამ რკინიგზაზე და მუდმივად აბაშიძე იძახდა რომ ამ თემაზე საერთოდ არ გვილაპარაკია კარასინი იძახდა რომ ამ თემაზე ვილაპარაკეთ და ზოგადად ეს რკინიგზის საკითხი წლებია რუსებს სურთ რომ როგორმე გაიტანონ ეს საკითხი და დაითანხმონ არ ვიცი ალბათ მაგაზე მუშაობენ რამდენი ხანი არის და აი თითქოს რაღაც იცი ბექა გეთანხმები და პლუს კიდე ჩემი აზრით ცოტა რაღაც ვითომ ალტერნატივის ვარიანტი შემოაქვს ჩანაცვლება ხდება იქეთ თუ ტრიპი არის მართავენ რომ ევროკავშირი გვინდა თუ არა ხო ჩვენ ყოფილ სამსახურში ხო შედგა ეგეთი თემის დებატი რომ აბა საჭიროა თუ არა ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაცია აი ეს საკითხს ასესვამენ და ამავდროულად ალტერნატივას ანუ ის კი გაძლევენ ალტერნატივას რომ მე რა იმათ თუ ტრიპი აქვთ და ყავთ ტრამპი ნუ ჩვენ არ უნდევართ და ჩვენთვისაც ახლა ესეთი ევროკავშირი დღესაც აი მაგას თავი დავანებოთ დღეს რაღაცა გადავხედე ახალ ამბებს და დემოგრაფიაში ჩავარდნა თუ უკუსლაც ევროკავშირი ანუ ყველაფერი ევროკავშირის ბრალია რად გვინდა ეს ევროკავშირი ისედაც იშლება და რაც არ იშლება ჩვენზე ასე უცუდად მოქმედებს მე რა რომ იქ ტრიპია აგერ ჩვენ გვექნება იმ რაღაც რუსული რკინიგზა და უკავშირდებით აფხაზეთს და რაღაც აი ესეთი სცენარივით ნელ-ნელა მე მგონი რაღაც იკვეთება საბოლოოდ ჩემი ხშირად მithქვამს ეს ყველაფერი მიდის საბოლოოდ რაღაც რეფერენდუმამდე ალბათ გრძელვადიან გათვლაში და ნუ საზოგადოების განწყობის სრულად შეცვლა დასავლეთთან მიმართებით და სრული კურსით იქით ჩრდილოეთისკენ. შეიძლება ესე ცოტა ყბადაღებულია ეს თემა, მაგრამ ალბათ ყველა ჯერზე ღირს ყურადღების გამახვილება, მით უმეტეს რომ ასეთი პატარ-პატარა დეტალებისგან შედგება საბოლოოდ აზრის ფორმირება, იქიდან რუსეთიდან გააკეთებენ რაღაც განცხადებას, რაღაც თემას შემოაგდებენ აქედან, ვიღაც პროპაგანდისტი იტყვის რომ ყველაზე ძლევამოსილი ძალა არის რუსეთი და ეს ფაქტია და ну ერთ სიტყვით ეს ყველაფერი ფაზლები ეწყობა საერთო სურათში და ემსახურება იმას რომ ну საზოგადოების ცნობიერების შეცვლა და რაღაც ამბებისთვის მომზადება მოხდეს და რა კარგად ამოიჭრები ახლა თუ გაანალიზე სულ ცოტა ხნის წინ რა თქვი რომ ყველაზე ძლევამოსილი ძალა რუსეთია. თან ისეთი პაუზებით თქვი რომ ძალიან კარგად ამოიჭრება შენი გაშევლებებად. ვიცი, გოგა ხაინდრავამ თქვა ერთ-ერთ ეთერში, რაც რომ მაგაზე შემოვტყეს. კი, ხო, უბრალოდ შენ სტატატაც კარგად ამოიჭრება. და ის ვინც ამტკიცებს რომ რუსეთი არც თუ ისე ძლევამოსილია, როგორც გვეგონა ჯერ კიდევ 4 წლის წინ უკრაინა და უკრაინაზე გავაგზავნოთ. რუსეთი არ არის ძლევამოსილი, მეგობრებო, და ეს ყველაფერი დამტკიცდა, არაერთ გზის დამტკიცდა და კიდევ ბევრჯერ დამტკიცდება, იგივე ყვადაღებული დემოგრაფიის თემა, ვინც რუსეთს სწავლობს, უნდა იცოდეს და ზუსტადაც იცის, რომ დემოგრაფიული ვითარება რუსეთში არის კატასტროფული და უახლოეს წლებში არის
კატასტროფულზე უარესი პროგნოზი, ისევე როგორც უარესი პროგნოზი არის რუსეთის ეკონომიკასთან მიმართებით. ანუ ცალსახად ის რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ბექა, რა თქმა უნდა, თამარ და რა თქმა უნდა, რატი აუცილებლად უნდა ვისაუბროთ საფრთხეზე, მით უმეტეს რომ საქართველოს ამჟამად არის რუსეთის ჰიბრიდული ომის პირობებში, ანუ გვებრძვის ყველანაირად და ერთ-ერთი მიმართულება არის ცხადია ინფორმაცია, საინფორმაციო ოპერაციები, ფსიქოლოგიური ოპერაციები და ყველა განცხადება, რომელიც უკავშირდება ჩვენი დასავლეთისკენ სწრაფვას, რა თქმა უნდა, ცდილობენ რომ გადაიფაროს რაღაცა ძალიან დიდი წნეხით, რომელიც უკავშირდება აფხაზეთს, უკავშირდება სამაჩაბლოს, უკავშირდება ვითომ კეთილდღეობასთან, რაღაც ყბადაღებულ რომ რა ვიცი, ოპელს ჯობია, ნივა, ნუ რაღაცა სისულელეები, ხო? და ამით ცდილობენ манипуляციას. ახლა რაც შეეხება უკრაინის, უბრალოდ მინდა რომ არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა, მით უმეტეს რომ თვითონ ზელენსკი იმყოფებოდა მიუნხენის კონფერენციაზე, მაგრამ მე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუზე ვალერი ზალუჟნის და ეს არის ძალიან საინტერესო, მე რაღაც ამონარიდები მოვამზადე და მინდა რომ გაგიზიაროთ. ეს უკავშირდება ზალუჟნიმ პირველად ღიად ისაუბრა დაპირისპირებაზე ზელენსკისთან და ეს უკავშირდება პირველ რიგში ორ ძირითად თემას. ერთი ომის დაწყების პერიოდში სამხედროების აზრს და მეორე უკვე ყბადაღებული კონტრშეტევის დროს, ზაფხულის კონტრშეტევის დროს, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეცვალა მთლიანად აი ამ კონტრშეტევის ბედი და ჩაშალა, ხო? ანუ გაიწირა ეს მარცხისთვის გაიწირა. აქ ზალუჟნი ამტკიცებს, რომ მისი ეს აზრი, გეგმა, რომელიც გულისხმობდა, ციტატა, ერთიანი მუშტის შექმნას, ითვალისწინებდა ზაპოროჟიეს ოლქში აზოვის ზღვისკენ გარღვევისთვის და წარმატებისთვის საჭირო იყო ტაქტიკური მოულოდნელობა და ძალების კონცენტრაცია, რათა გადაეჭრათ სახმელეთო დერეფანი ყირიმის მიმართულებით. გახსოვთ ხო ეს სერიოზული საკითხი და აი აქ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ აი ეს კონტრშეტევის ძალები უბრალოდ ფრონტზე გაეშალა და ჩაქრა კიდევაც, ხო? სამწუხაროდ აი ამ კონტრშეტევამ, აი ამ ძალებმა ამდენი ადამიანის გაწვრთნამ ბრიტანეთში, ესპანეთში და სხვაგან შედეგი ვერ გამოიღო, ხო და ჩავარდა. ეს იყო ძალიან მძიმე ამბავი და გახსოვთ რომ 24 წლის თებერვალში ზელენსკიმ გაათავისუფლა ზალუჟნი და გაუშვა ლონდონში ელჩად. და ერთი პატარა დეტალი, სხვათა შორის უკრაინაში მიმდინარეობს გარკვეული გამოკითხვები არჩევნებთან დაკავშირებით და აი ამ ჰიპოთეტურ საპრეზიდენტო არჩევნებში ზალუჟნის რეიტინგი არის ზელენსკიზე მაღალი, ხო? და ესეც ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტი არის. მიუხედავად იმისა, რომ თავად ზალუჟნი უღარს ამბობს პოლიტიკურ ამბიციებზე, ლაპარაკს ის ამბობს ეს რაღაცას, რომ მე არ ვისაუბრებ ამ ყველაფერზე, სანამ ომი არ მოხდება. სანამ ომია, მე ვფიქრობ, რომ ზალუჟნი მაქსიმუმ აი მაგ ტიპის განცხადებები გააკეთოს, იმიტომ რომ ჯერეთი ბენ ჰოჯესი ეგეთი ამერიკელი გენერალი არის 4 სკლავიანი, ვინც არის ისიც ზუსტად აი მაგ პერიოდში, როდესაც საუბარი იყო ახალ, ანუ ერთი კონჩეტევა დასრულებული, ეს პერიოდი, როცა ერთი კონჩეტევა უკვე დასრულებული არის, ხერსონი, ზევით ხარკივის ოლქის ნაწილი, იზიუმი, ეს ყველაფერაც რუსეთის დეოკუპაცია. ერთი დიდი წარმატება უკვე მიღწეულია და ეგ ყველაფერი შემოდგომაზე ხდება და მოლოდინია რომ გამოიზამთრებენ და ზაფხულში წავა დიდი კონჩეტევა კიდევ ერთი უკრაინის და ზუსტად მაგ მიმართულებაზე საუბრობდა მაშინ ჰოჯესიც რომ ეხლა თავი და უნდა წავიდეს გადაიჭრა სახმელეთო კავშირი ყირიმთან და მე გაგრძელდეს უკვე მე მახსოვს ერთი ინტერვიუ ჩემი ჰოჯესთან სადაც მეუბნება რომ დეოკუპაციის მთელი გასაღები დევს ყირიმში ჯერ ყირიმი უნდა გაათავისუფლონ და მე სხვა ყველაფერი და ჩემთვის ცოტა აბსურდულად ჟღერდა მაშინ პრინციპში ეხაც ანუ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ყირიმის დეოკუპაცია ჯერ და მე დანარჩენი მატერიკის მაგრამ ნუ სამხედროებმა უკეთიციან ძარცმებული ვარ ომის საქმე მაგრამ მეორე მხრივ მანდა კი შესაძლოა ამ გადმოსახედიდან ჩვენ ხედავდეთ რომ ასე ვთქვათ ჩაქრა ის კონჩეტევა მაგრამ ვინც ეს კონჩეტევა წარმატებული იქნებოდა თუ არა იქიდან გამომდინარე რომ მაგ პერიოდს ემთხვევა პრინციპში პირველი დასავლური პაუზაც ასე ვთქვათ თუ კი მაგ დრომდე აღმავალი იყო კი წვეთოვანზე იყო და დღემდე წვეთოვანზეა და ნელ-ნელა ხდებოდა შეიარაღების დამატება უკრაინისთვის მაგრამ
აი მაგ მომენტისთვის მოხდა პირველი დაპაუზება, შეგახსენებთ რომ ეს იყო F-16-ების გადაცემა, ეს იყო ლეოპარდები, აბრამსები და ჩელენჯერები, ტანკების გადაცემა, ეს იყო იმეებზე რა ქვია, ჰაიმარსებზე რადიუსების შეზღუდვები და აი ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და აი ამ შეერაღების გარეშე რამდენად წარმატებული იქნებოდა კონცერტებაც ну ძნელი თუმცა თავისთავად ის რომ ზაუჯნო ამაზე საუბარი დაიწყო მნიშვნელოვანი არის და მეორე ამ ფონზე ძალიან ისეთი მკაფიო იყო თვითონ ზელენსკი მიუნხენში მათ შორის მოგვეცით 3 თვე ცეცხლის შეწყვეტის პირობებში და ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს 3 თვე და არჩევნები ეს ესე მეტი დამარცვლით და მეტი მარტივად როგორ შეიძლება თქვას არ ვიცი მით უფრო რომ ყველა ვინც უკრაინას თვალყურს ადევნებს და არა მხოლოდ ომის მიერ არამედ მანამდეც ვინც ინტერესდებოდა ამით ძალიან კარგად იცის რომ ზელენსკის რეიტინგი დაღმავალი იყო ომის დაწყებამდე და არჩევნები უკვე ჩატარდებოდა რომ არა ეს ომი და მე ჩემი შინაგანი რწმენით დარწმუნებული რომ ზელენსკის გადაირჩევდნენ თუმცა ომმა მოიტანა ის რომ ზელენსკის რეიტინგი გაიზარდა კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა შეცდა ადმინისტრაცია გადაწყვეტილებებში თუმცა ადმინისტრაციას მიუღია ამ ომში ბევრი ძალიან საკვანძო გადაწყვეტილება რამაც ამ ომის ბედი მათ შორის განსაზღვრა ის რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს უკრაინა გამარჯვებულია და უბრალოდ ეს ფურცელზეა გასაფორმებელი სწორედ ამ გადაწყვეტილებების ამბავი არის. რა თქმა უნდა, აქ ხა ის ილუზია არ მაქვს, რომ რაღაცა მე გამარჯვებაში არ გულისხმობ მაინც და მაინც კრემლის თავზე უკრაინის დროშას და თუნდაც 91 საზღვრებზე კი არა, 22 საზღვრებზე გასვლას. ის რომ უკრაინის სახელმწიფო გადარჩა და უკრაინა შედგა პოლიტიკურ ერად, უკრაინელი, ეს უკვე უკრაინის გამარჯვება, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხავს სისხლიანი იმპერიის სისხლს და ერთხელ და სამუდამოდ გავა აი ამ რაღაცა მარწუხებიდან. ის რაც აი ამ პროცესში ეს ბოროტების იმპერია დაადებს კლანჩს და მიისაკუთრებს, ეს ძალიან დიდი მსხვერპლი იქნება, თუმცა იმპერიები მსხვერპლის გარეშე არ იშლება და რუსეთი კიდევ ერთხელ ამტკიცებს რუსეთი, რომ ის ყველაზე სისხლიანია და ყველაზე ასე ვთქვათ შორს აქვს ეს ასეცები გაგზავნილი. Ну, იმას დავამატებ, რომ უკვე 1 კვირა რჩება, არც კი 24 რიცხვი გვიახლოვდება, 4 წელი სრულდება და ეს ყველაფერს ამბობს. გადააჭარბა არაერთხელ გვითქვამს ჩვენს თუ არ ვცდები გვითქვამს, რომ გადააჭარბა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობას ხანგრძლივობით და აგერ გუშინ აიღო საბოლოოდ პოკროვსკი რა. რატი? რა ვიცი, ანუ დონეცკის ოლქი პატარა ქალაქი, რომელსაც აწვევიან უკვე მეორე წელია. ქართულ რეალობაზე მხოლოდ ოქტომბრის შემდეგ, ხო, რატი პოკროვსკის დაამთავრე მიმოხილვას და შენი შედარება გავიხსენე რუსთავის ნახევარი ქალაქი, ხო. აი ეგ არის რა, ანუ რეალობა ეს არის, რომ მხოლოდ ოქტომბრის თვის შემდეგ ოქტომბერი დათვალეს, იმიტომ რომ ამის შემდეგ უფრო დინამიური გახდა შეტევები პოკროვსკზე. თორე მანამდე დიდი ხანი იყო 70,000 ჯარისკაცი შეახოცა რუსეთის არმიამ პოკროვსკის აღებას რუსთავის ნახევარი ქალაქის და აქვთ ამბიცია ახლა იმიტომ რომ იმაზე რომ თითქოს მთელი დონეცკი უნდათ მოლაპარაკების ეგრეთ წოდებული როგორც მიშა შენ თქვი მოლაპარაკებებისთვის ხო იმართება სამხრივი ჟენევაში ხო იყო დღეს იყო ეს მორიგი რაუნდი თემა არის ის რომ მთელი დონეცკი გადასცენ უბრძოლველად რაზეც აბსოლუტურად ცალსახად უარს ამბობს უკრაინა და ძალიან საინტერესო პროცესს ხედავთ ჩვენ აი ამ 4 წლის თავთან მიმართებით. რუსეთი ალბათ ამას დიდ გამარჯვებად გამოაცხადებს, რომ პოკროვსკი მირნოჰრადი აიღეს და არიქადა წინ მივიწევთო, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი კონტრშეტევა ვითარდება და ძალას იკრებს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. და ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას, რომ ეს ბევრი კონტრშეტევის მიმართულებაა და ეს უფრო და უფრო სიღრმეში მიდის. მათ შორის მინდა დავამატო, რომ გერასიმოვმა შემოდგომას პუტინს პირადად უპატაკა, რომ ახალი სტრატეგიული ამოცანა იყო მათი ზაპოროჟიეს მიმართულება, დაასახელა კონკრეტული ქალაქებიც, მათ შორის პრიმორსკე, რომელიც დღეს უკვე არის სრულად უკრაინის კონტროლის ქვეშ.
ერთ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხა იმ მოცულობის ტერიტორიების გათავისუფლება, რასაც მოანდომეს 2 და 3 თვე რუსეთის არმიამ დიდი დანაკარგების გათვალისწინებით. და ეს დანაკარგები არ არის, რაც არ უნდა დაფაროს რუსეთის ხელისუფლებამ, არ არის უმნიშვნელო. ძალიან დიდ დანაკარგებს განიცდიან ისინი ფრონტის ხაზზე, ამიტომაც დაიწყეს მათ მიიღეს გადაწყვეტილება Telegram-ის გათეშვასთან დაკავშირებით. სწორედ ამას უკავშირდება, რომ რაღაცნაირად ხალხის ყურამდე ეს ყველაფერი ვერ მივიდეს, მაგრამ რაც არ უნდა Telegram-ი აკრძალონ, რაც არ უნდა Facebook-ი გათიშონ და ასე შემდეგ, სოფლებში და ქალაქებში მატულობს საფლავების რაოდენობა. და ამას ის ხალხი ხედავს, თანდათან უფრო არაპოპულარული ხდება კონტრაქტებზე ხელის მოწერა და ბალანსი უკვე ამ მხრივ შეიცვალა, ვინც არ იცის, უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ესეთი თამაშის წესები შემოიღო, ერთგვარ კონკურენციაში არიან დანაყოფები ერთმანეთთან, ვინ ამდენს გაანადგურებს და ამბიციური გეგმა აქვს, რომ 50,000-ზე უნდა ავიდნენ თვეში. იგულისხმება დაღუპულები და ისინი, ვინც მძიმედ დაშავდნენ და ბრძოლას გამოეთიშნენ, ხო? 35 იყო 35,000 დეკემბერში, 30,000 იანვარში და კაცმა არ იცის შემდეგში რა ბალანსი იანვარში უკვე შეიცვალა, ეს იყო ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაცია, რომ 8,000-ით ნაკლები გაიწვიეს, ვიდრე განადგურდა ან მძიმედ დაშავდა ბრძოლის ველზე. ანუ ეს უკვე დისბალანსია რუსეთის არმიისთვის. ახლა ესეთი ვერსიაც გამოითქვა, რომ Telegram-ის გათიშვა, რაც აქ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ რაღაც ჩვენნაირი ხალხისთვის ინფორმაციის წაკითხვას არ ემსახურება, არც რუსეთში შიგნით მხოლოდ იმ საფრთხეზე არ არის საუბარი, რომ ხალხი სიმართლეს ვერ გაიგებს, ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა და ბექა კაიტიშა მე მგონი ამბობდა, რომ დიდი დარტყმა არის ფრონტზე, შიდა კომუნიკაციაზე. წესით მისი ლოგიკა აქეთ ვითარდებოდა, რომ თვითონ Telegram-ები გამოიყენება ფრონტზეც რუსულ საკომუნიკაციო არხად. ამას ავითარებდი ხო ბექა დაგვიბრუნდი და დაამთავრება. კი, ამას ვამბობდი, რომ ანუ სერიოზული პრობლემაა და ბლოგერებისთვის Telegram-ი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული რაც არ უნდა პესკომ მოთქვას, რომ ეხა ეს პრობლემა არ არის. მაგასაც რომ მაგიტომაც არის ერთ-ერთი მიზეზი Telegram არხის გათიშვის და დღეს არ ვიცი მიაქციეთ თუ არა ყურადღება რაღაცა სინქრონულად წუთები თუ ნახევარი საათი იყო განსხვავება ფიცო და სიარტო გამოვარდნენ და უნგრეთმაც და სლოვაკეთმაც პირობებით დაუყენეს უკრაინას დრუჟბასთან დაკავშირებით ხო და ესე სინქრონულად ცოტა უცნაურია რომ დღეს მაინდა-მაინც ამდენიმე წუთის განსხვავებით მოაფიქრდათ იდენტური განცხადებების გაკეთება სლოვაკეთს და უნგრეთს და როგორც ჩანს ვლადიმერ პუტინი ანუ ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს ამოქმედებს რაც უფრო გაუჭირდება. გეთანხმები რომ ეს აშკარად გავს ორკესტრირებულ ქმედებებს. პრინციპში დღეისთვის მე მგონი გავედით ბოლოში. დიდი მადლობა ყველას, მადლობა ხალხო განსაკუთრებით მიშას რომ კიდევ მოიცალა თამარ ტრადიციული მადლობა. ბეკაც მიუხედავად ის რომ ქალაქში არ არის ონლაინ ისე ჩვენთან იყო და ჩვენ თავსაც მადლობა და ამ ხალხს ვინც დაგვეხმარა ამ ვიდეოს ჩაწერაში. და რა თქმა უნდა უმთავრესი მადლობა თქვენ ვინც ამ დრომდე გვიყურეთ და თუ კი ისე მოხდა შემთხვევით რომ ამ დრომდე გვიყურეთ და არ დაგილაიქებიათ ვიდეო, სასწრაფოდ დაალაიქეთ ვიდეო, იაქტიურეთ კომენტარებში, გამოთქვით თქვენი პოზიცია. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმოშილესად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი, ესე არხი განვითარდება. ასევე დიდი მადლობა კავკასიას, რადგან შესაძლოა კავკასიის ეთერშიც უყურებდეთ ამ მიმოხილვას და რომელიც ძალიან დიდ ბრძოლაშია თან. ბრძოლაშია მართლაც და ხნეობა და სოლიდარობა კავკასიას. თქვენთვის QR კოდიც არის ეკრანზე, შეგიძლიათ YouTube-ზე გადმოხვიდეთ, თუ კი YouTube-ი თქვენთვის უფრო მისაღებია. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა, მომავალ ბოლოს თვამდე. ნახვამდის.